პოლიტიკურ წრეებში სადაბა მორიგის საკანონმდებლო ინიციატივა გენერალური პროკურორის არჩევის პროცესს აკადემიური სფეროს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ეთიშებიან. მმართველი პარტიის მიერ მომზადებული ცვლილებებით საგამოძიებო უწყების პირველი პირის კანდიდატურებს 15 წევრიანი საპროკურორო საბჭოს წევრები თავად დაასახელებენ და გაიზრდება მათი ექსკლუზიური უფლება-მოსილება. უმრავლესობით არჩეულ კანდიდატურას კი დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგენენ. პროექტის მიხედვით თითოეულ წევრს ერთი კანდიდატის დასახელების უფლება ექნება. საპროკურორო საბჭოს ფუნქციებისა და საქმიანობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა. ამ არგუმენტით ხსნის ხელისუფლება ინიციატივას, რასაც ოპონენტების მხრიდან უკმაყოფილება და პროტესტი მოჰყვა. ვინ შეცვლის გიორგი გაბიტაშვილს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე. კანონპროექტის მიხედვით მცირდება არჩევისთვის გათვალისწინებული ვადებიც, რაც ნიშნავს, რომ საპროკურორო საბჭოს კანდიდატურის ასარჩევად ახლა ერთი თვის ნაცვლად მხოლოდ ერთი კვირა აქვს. გენერალური პროკურორის არჩევის წესი იცვლება. კანდიდატ საპროკურორო საბჭოს თითოეული წევრი ინდივიდუალურად დაასახელებს. შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს ვალდებულება აღარ ექნება კონსულტაციები არასამთავრობო ორგანიზაციებთან და აკადემიურ წრეებთან გამართოს. ქართული ოცნება გადაწყვეტილების მიზეზად კონსტიტუციურ წყობას ასახელებს და ირწმუნება, რომ დღეს მოქმედი ნორმა ქვეყნის მთავარ კანონს ეწინააღმდეგება, რადგან მათი განმარტებით საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორი კანდიდატურა უნდა აარჩიოს და არა შეარჩიოს. ამის შემდეგ კი მხარდაჭერილი კანდიდატი პარლამენტს წარუდგინოს. წარდგენისა და არჩევის პროცედურაში გარეშე პირების, იმ პირების, რომლებიც პირდაპირ კონსტიტუციით არ არის გათვალისწინებული, ჩარევა არის დაუშვებელი. ჩვენ ახლა გვაქვს მოცემულობა, მათ შორის გარედან მოცემული ბრჭყალებში სურვილები და რეკომენდაციის შესაბამისად, სანამ საპროკურორო საბჭო მიიღებს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თავის გადაწყვეტილებას, აუცილებელია, რომ სხვა პირების ჩართოს თავის გადაწყვეტილების ფორმირებაში. იქნებიან ეს საზოგადოებრივი ორგანიზაციები თუ აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რაც პირდაპირ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ლოგიკას ეწინააღმდეგება. ცვლილებებს აკრიტიკებს ოპოზიცია. ისინი გენერალური პროკურორის არც არჩევის პროცედურას ენდობიან და არც თავად საგამოძიებო ორგანოს საქმიანობას. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ქართული ოცნება საკუთარი ძალაუფლებისა და პოლიტიკური გავლენების გაძლიერებას ცდილობს. აქამდე კონსტიტუცია ირღვეოდა თურმე და კონსტიტუციის სრულყოფილად მოქმედებაში მოსაყვანად იყო საჭირო ეს ცვლილებები. მე მაგალითად ასე არ მეგონა მაგალითად რომ წინა პროკურორი კონსტიტუციის დარღვევით იყო არჩეული, მე კონსტიტუციის დარღვევით ვიყავი არჩეული საპროკურორო საბჭოს წევრი. რაც მიკვირს არის რას ერჩოდნენ GPI-ის პროფესორებს. არანაირი განსაკუთრებული შედეგი ამას არ მოყვება, არის უბრალოდ იმისთვის, რომ ქართულ ოცნებას გაუმარტივდეს უფრო საქმე. ადრე თუ ჭირდებოდა რამდენიმე ადამიანის შეწუხება, როგორც გითხარით GPI-ის პროფესორებთან მათი მეგობრები, ახლა საპროკურორო საბჭოს შიგნით შეაწუხებენ საკუთარ მეგობრებს. მსგავსი ცვლილება უფრო და უფრო მეტად დახურავს გახდის პროკურატურას და ეს კი არ წაადგება იმ პროცესს, რაც არის ზოგადად ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ოცნებისთვის არ არსებობს არც კონსტიტუცია, არც კანონი, მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი კაცის ინტერესი და საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესი, ასე რომ ყველა საკანონმდებლო ცვლილება სწორედ ამ ინტერესს და ამ მიზანს ემსახურება. ოპოზიციის ბრალდებებითვე პასუხობს მმართველი გუნდი. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ თავის დროზე გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება საგარეო რეკომენდაციების ნაწილი იყო, რომლის მიზანი არა სისტემის გამართული მუშაობა, არამედ საგამოძიებო ორგანოს კონტროლი და საბოტაჟი იყო. მათ უნდათ შეიქმნას ისეთი სისტემა, როდესაც ისინი ნიშნავენ პროკურორს, ისინი აძლევენ ხმას ცესკოს შემადგენლობას, ისინი წყვეტენ ყველა საკითხს და ამასთან დაკავშირებით მოშველება უნდათ რაღაც საერთაშორისო სტანდარტის, რომელიც თვითონ ყველანაირად დარღვეული აქვს, ასე რომ საქმემ გამოაჩინოს, მე ვფიქრობ, ხირსეული იქნება შერჩეული კანდიდატი და არასდროს არ დაუშვებს იმას, რომ სამართალი დაირღვეს. რადიკალური ოპოზიციისთვის ნებისმიერ საკანონმდებლო ცვლილება იქნება თუ სხვა რამე ნაბიჯი, რომელიც საკუთარი ქვეყნის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს, მის სუვერენიტეტის გამყარებას უზრუნველყოფს, ან არაკონსტიტუციური დანაწესების გაუქმებას ვალდებულებს პარლამენტს, ბუნებრივია ეს არის მიუღებელი. კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი მომავალ კვირას დაჩქარებული წესით განიხილავს, ცვლის გენერალური პროკურორის არჩევისა და პარლამენტისთვის წარდგენის ვადებსაც. თუ დღეს მოქმედი კანონით საპროკურორო საბჭოს კანდიდატის არჩევისთვის ერთი თვე სჭირდება, ეს ვადა ერთ კვირამდე შემცირდება. ამ ვადების გათვლით ქვეყანას ახალი გენერალური პროკურორი ივნისის ბოლომდე ეყოლება. ეს თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი გაბიტაშვილმა გენერალური პროკურორის პოსტი დატოვა და გენერალური აუდიტორი გახდა.